უნდა ეს ყველაფერი. კაი, გადავიდეთ უკვე საქმეზე. წიგნები ამ ბოლო და საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა და ამ წიგნების თემაზე ძალიან ბევრს საუბრობ, ძალიან ბევრი პროექტები არსებობს, თუნდაც ავიღოთ მაგალითად. კი, ავიღოთ მაგალითად მოხეტიალე წიგნები, რაც ემსახურება. შესანიშნავი პროექტი. რა თქმა უნდა, წიგნის სიყვარულს, დამოკიდებულებას და არაჩვეულებრივი პროექტი დაიწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დააბინავა ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნები. სხვათა შორის ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და ვისთან თუ არა ბატონ გიორგი კეკელიძესთან, დილან მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ და ეროვნული ბიბლიოთეკის მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და გალბატონ ციური კოჭლაშვილთან. დიდი მადლობა სტუდიაში მოგდანილ. ჩვენი სტუმრები ხართ. მოდით ჩვენს მაყურებლებს უფრო დეტალურად ავუხსნათ, რას გულისხმობს ეს პროექტი. ეს პროექტი გულისხმობს იმას, რასაც გულისხმობს თვითონ სათაური, ანუ ეროვნულ ბიბლიოთეკას. ცოტა დამაბნეველი სათაური არის, დააბინავე წიგნები, შეიძლება ვერ მიხვდეს. შევეცდები რომ ეს დაბნეულობა გავფანტოთ, ხო? ეს გულისხმობს იმას, რომ წლების განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკას ბუნებრივია ისევე როგორც ყველა მსგავსი ტიპის ცოცხალ ორგანიზმს, გულისხმობს ამ შემთხვევაში იმ ტიპის დაწესებულებებს და სხვადასხვაგვარი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში წიგნი, ხელნაწერი და შემდეგ ინახება. ცხადია დააკლდა გარკვეული მასალა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ყველაზე უფრო 90-იანი წლების კონტექსტს და შესაბამისად ვთქვათ იმ რაღაც თვალსაზრისით ქაოსს, რომელიც სუფევდა და იმ ქაოსთან შედარებით ბუნებრივია დააკლდა გაცილებით ცოტა, იმიტომ რომ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები ძალიან დიდი ყურადღებით და რუდუნებით იცავდნენ. კი ბატონო, მაგრამ ეს არის დაახლოებით რამდენიმე ასეული წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას ან არა აქვს, ან აქვს მისი მხოლოდ თითო ეგზემპლარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმ აზრით, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ერთი, ვთქვათ, წიგნის ქონა მაინდა-მაინც არ არის, ვთქვათ, შესაბამისი ამბავი, იმიტომ რომ ამას უნდა იყოს, რამდენი ეგზემპლარად უნდა იყოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ნუ სასურველია, რომ 3-4 ეგზემპლარი მაინც იყოს, რომ შესაბამის ფონდებში ყველგან იყოს გადანაწილებული და მკითხველსაც, ვთქვათ, კონდეს ხელმისაწვდომობა გაცილებით ადვილად. ნუ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ერთი მხრივ შევუერთდით ჩემი მეგობრის მიერ წამოწყებულ აქციას, გულისხმობ მოხეტიალე წიგნებს და მეორე მხრივ, ვთქვათ, ცოტა ფორმატი შევუცვალეთ და შევეცადეთ ვთქვათ, რომ ეს წიგნები, რომელიც სხვადასხვა დროს დაიკარგა ეროვნულ ბიბლიოთეკიდან და არ არის აუცილებელი, ბუნებრივია, რომ ვთქვათ, ეს კონკრეტული გამოცემა იყოს, რომელიც დაიკარგა, გულისხმობ გრიფიან გამოცემას, არამედ ვთქვათ, იმ დასახელების გამოცემა, დავაბრუნოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამ თვალსაზრისით ჩვენ წამოვიწყეთ აქცია, რომელსაც რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური სახე მივეცით და ვეძებთ წიგნებს, ძებნაში არის წიგნები და გვინდა რომ ქუჩაში გამოვაკრათ აი ამ წიგნების ვთქვათ რაღაც თვალსაზრისით დასახელებები, როგორც ვთქვათ პიროვნებებს ეძებენ. უკვე რამდენიმე სპონსორი ამოგვიდგა მხარში, კინო რუსთაველმა დააწესა ბილეთები, ჯეოსელმა დააწესა სპეციალური პრიზები, პარიტრაელმა დააწესა ისევ წიგნები და თუ კი ვინმე კი რუსთაველის თეატრი. აი ამად არის ჯერჯერობით წიგნების თავი შეფასებული და თუ შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს, თქვა. თან ალბათ ძალიან კარგი განცდა იქნება, როდესაც იცივი რომ შენი მიტანილი წიგნი არის ინახება ქვეყნის მთავარ ფონდში. არა მხოლოდ ინახება, არამედ შენ მიტანილი წიგნის შემდეგ უკვე ბევრი მკითხველი ეყოლება. გიორგი მახსნა არ არის კონკრეტული წიგნების ძიება, მაგრამ მაინც რაიმე განსაკუთრებული წიგნები არის, რომლის ძიებაშიც არის ეროვნული ბიბლიოთეკა. კი, არის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ბიბლიოთეკაში არის უამრავი მკითხველი და ეს არის 65,000-მდე დაახლოებით, ნუ ჩვენი ქვეყნისთვის მაინც მცირეა, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები კარგად კომპლექტდება, აქვთ კარგი მომსახურება, მაინც ტრადიციულად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოდის მკითხველი და ჩვენი მკითხველის 95% მაინც არის სტუდენტი. აი სწორედ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გვაქვს ეს დეფიციტი. ჩვენ გამოვაცხადეთ ძირითადად პირველ რიგში აი 5 ისეთ წიგნზე, რომელიც ძალიან აქტუალურია ამ კვირაში ძიება და გვაქვს უამრავი კიდევ. იცით რა, გარდა იმისა, რომ ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ კომპლექტდება ბიბლიოთეკა და აუცილებელი არის ერთი სავალდებულო ეგზემპლარი, მას მერე რაც წიგნის პალატა შეუერთდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ქვეყანაში გაჩნდა 2 საარქივო ფონდი. ეს არის, ნუ ასე ვთქვათ, ორივე უკვე დაქვემდებარებული ეროვნულ ბიბლიოთეკაში და პირველ რიგში კომპლექტდება მაინც საარქივო ფონდი
ფონდი ეს შთამომავლობისთვის შესანახად და მომავლისთვის გამოსაყენებლად. მაგრამ მომხმარებელი ჩვენ თვითონაც ვცდილობთ რომ საარქივო ფონდთან ნაკლებად დაუშვათ თუ არის სხვა ფონდებში ფიქრობთ რომ ჯერ იქ მივიდეს მომხმარებელი თუ არ არის და ეს იწევს იცით რა მე რაღაცა ციფრებიც მოვიტანე სულ არის 157962 დასახელების ქართული წიგნი ქვეყანაში გამოსული ეს რაც ჩვენ გვაქვს აღრიცხული არის წიგნები რომლებიც საავტორო ნიშნით გამოდის და რომელსაც აქვს კიდევ კომერციული ინტერესი და სამწუხაროდ ქვეყანაში რამ ბიბლიოთეკას რამოდენიმე წელია გაუშვდა თანხა იმისთვის რომ შევიძინოთ წიგნები, გვაქვს კიდევ საერთაშორისო კოდი რისმის შენობითაც ხელშეკრულებით ვთხოვთ ავტორს ან გამომცემელს რომ მოიტანოს ბიბლიოთეკაში წიგნები, ეს მაინც არ არის საკმარისი. უბრალოდ არ ვლაპარაკობთ ამ ბოლო 10 წლეულზე, ჩვენ ვამბობთ უფრო წინა წლებზე და ეს მოიცავს თუნდაც 10-იანი წლების გამოცემებს, რომლებიც არ არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ეს არ ნიშნავს რომ დაიკარგა, შესაძლებელია საერთოდ დაკომპლექტებული არ ყოფილა, ანუ ბიბლიოთეკაში განსაკუთრებით რეგიონში გამოცემული წიგნები ქუთაისში რომელი ქალტუნცი რომელიც თქვენ ახსენებთ ესეთი არის სახელმწიფო ჩვენ წამოვიდეთ იძებნება ხუთი წიგნი და პირველი ხუთეული თუ არის უკვე ნახევარი გახლავთ კი აი ეს საინტერესო არის რომ სამართლის წიგნი პირველი ხუთი ძებნელი წიგნი გახლავთ სწორედ აი ეს მე შემიძლია ვაჩვენო მაყურებელს და რა თქმა უნდა ვიზუალურ მხარესაც აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი არის ტივაძის შუა საუკუნეების ისტორია აი ეს გამოცემა ეს ყველა არის სახელმწიფო ეს არის ის ხუთი წიგნი რომელიც იძებნებოდა და უკვე არის ნაპოვნი ეს არის შეიძლება მალაზონიას პედაგოგიკა ძალიან აქტიურად ჩაერთო ეგრე თქვენს გქონდეთ გადახედეთ კუტალაძის და მე აი ამ ორ წიგნზე მინდა გავამახვილო ყურადღება ესე იგი ეს გვაქვს ჩვენ საარქივო ფონდში მაგრამ მკითხველების აი ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ჩვენ შევეცადეთ ახლა ჩვენ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა უკვე საკმარისი რაოდენობა იმისთვის ლიტერატურის რომ ეს თქვა მაგრამ რახან საავტორო უფლება არის ამაზე დაცული მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტში ანუ შეუძლია მომხმარებელს მოვიდეს და მარტო ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებში წაიკითხოს ელექტრონულად ეს ლიტერატურა ვერც ამობეჭდავს ვერც გადაწერს და მინდა გითხრათ რომ რაც არ უნდა ეხა 21 საუკუნეზე ელექტრონულ წიგნზე ვილაპარაკოთ მაინც მოთხოვნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს ბეჭდურ ლიტერატურა რაღაც ეს წიგნის სუნი რაღაც ეს განცდა გადაშლის ინტერიერში კითხვა რაღაცა მაინც ეს რაღაცა მნიშვნელოვანი არის და მინდა გითხრათ აი დეზიდერატა რომელიც არ არის საერთოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს არ გახოთ 1878 დასახელების წიგნი და აქედან აი მარტო საარქივო ფონდში აი ამ 157,000-დან ხო საარქივო ფონდს მარტო საარქივო ფონდს და სხვა ფონდებს არ აქვს 30,000-ზე მეტი დასახელების წიგნი და ჩვენ აი ხომ მე წამოვიღე კიდევ ეს არის ყველა საარქივო ფონდის წიგნები და მინდა გითხრათ რომ აი ნახეთ აი ესეთ მდგომარეობაშია უკვე იმიტომ რომ დახეულია თითქმის ეს წიგნები და ესეც ნიშნავს იმას რომ აი საარქივო ფონდის უკვე ნადგურდება. ჩვენ კი გვაქვს სამკინძალოდეს რესტავრაციის განყოფილება, მაგრამ პირველადი სახით რომ შთამომავლობა შეუნახო და არ იყოს ეს ყდაში ჩასმული და რაღაცა, მაინც გვირჩევია საარქივო ფონდი იყოს ასე ვთქვათ ხელუხლებელი ფონდი. თავდაცვლის მომდევნო ხუთი წიგნი. აი მომდევნო ხუთი წიგნი წარმოგიდგენთ. აი აქ არის წარმოგიდგენთ. ხო, ჩვენ მაყურებელს ძალიან ვთქვათ, კარგად დააკვირდით ამ წიგნებს და ან დავუბრუნოთ ეროვნულ ბიბლიოთეკას თუ არა და ეს ჩვენი სიმდიდრე რომელიც ალბათ სახში ინახება ადამიანური რესურსების მართვა. აი ეს კონსტიტუცია მოკლედ ფიგურირებს კონსტიტუციური ეთყობა ამას სტუდენტები აყოლებდნენ ხოლმე ხელშემებლიეთ თავის დროს. და მე მინდა გითხრათ რომ ნუ არის ახლა ამას წინათ იყო კიდეც ლაპარაკი ერთ-ერთ რადიოში ქონა შეხვედრა რომ რამდენად აი შეგვიძლია ჩვენ გამომცემლებს დაუკვეთოთ. ეროვნული ბიბლიოთეკა ვერ დაუკვეთავს გამომცემლებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ იყო ესეთი შემთხვევა ეკონომიქსი იყო ესეთი სახელმწიფო რომელიც ძალიან მოდური იყო ერთი პერიოდი გამოსცა გამომცემლობა დიოგენემ და აი ქალბატონ თამარ ლებანიძის დირექტორს სულ თხოვდით რომ თამარ იქნებ რამენაირად მართლაც მეორე გამოცემის 40 ეგზემპლარი აჩუქა დიოგენემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში რა თქმა უნდა ეს დეფიციტი ამოივსო და გაჩერდა. უბრალოდ თხოვნა გვაქვს ჩვენ ესეთი ამ აქციით დააბინავეთ ეროვნულ წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში
გარდა იმისა, რომ შეიძლება ქვეყნისთვის აუცილებელი ეს საარქივო ფონდი იქნება გამოყენებადი და ხელმისაწვდომი, რაც დეფიციტი. შესაძლებელია ის სრულიად შესაძლებელია წიგნებს აბარებენ მაკულატურაში, რომ აი ეს წიგნები, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვაცხადებთ ძებნას, აღმოჩნდეს და მართლაც აი უამრავი წიგნით შეივსო აი ამ მაკულატურიდან ჩვენი ფონდი. რას რა საინტერესოა ეს რატომ მოხდა ეს წიგნიერების სიყვარულის გამო აყოლებდნენ ეს ადამიანები ხელს თუ არა იცით რა მე ვერ ვიტყვი ხა საერთოდ სოფლიო ისტორიიდან ცნობილია რომ ბიბლიოთეკიდან წიგნები იკარგება მაგრამ ეს რაოდენობა არ ნიშნავს რომ ეს რაოდენობა აქედან შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 100 წიგნი დაკარგული არა მარტო ის ერთი ეგზემპლარი რომელზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი ეს ზოგადად არის შესაძლებელი რომ იყოს დაკარგული ბიბლიოთეკაში წიგნი ჩვენ რა თქმა უნდა ამისი სიაც გვაქვს მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა უბრალოდ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ჩვენ მოვიდნენ ჩვენს გვერდზე, Facebook-ის გვერდზე, დააბინავე წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაწევრიან და გაუზიარონ თავის ახლობლებს და ეგება და ყოველ კვირას ბიბლიოთეკა შეიძლება ეს წიგნებიც იქ აღმოჩნდეს. კი, ფორმა არის მოძებნილი ძალიან კარგი, დააბინავე წიგნებიც, მოხეტიალე წიგნები, მთელი ქალაქი ჩართულია და ყველა აქტიურობს. კიდევ ხომ არ გაქვს რამე ესეთი პროექტი, რაც უფრო ჩართავს ქართულ მომხმარებელს, მოსახლეობას. წიგნებთან დაკავშირებით არა, მაგრამ ახლო მყოფი პროექტი გაქვს, მე მინდა გადმოგცეთ ახლა ჩვენი ორი პატარა ფლაიერი, რომელიც გულისხმობს, ვთქვათ, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ ცოტა ძველ პროექტს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გააქტიურებულს, რომელშიც ჯეოსელიც ჩაერთო, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა მთელი საქართველოს ფოტოები გავაციფროთ და გადავიტანოთ ციფრულ მატარებელზე თქვენი წინაპრების და ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ თქვენი ფოტოები სახში მიგვაქვს პირიქით ჩვენ ვაციფრებთ ამას ვინახავთ და უნახავთ ისტორიას განსაკუთრებით ცხადია ინტერესებს თქვენი წინაპრების ფოტოები ნებისმიერი სახის 2000 წლამდე გადაღებული ფოტო გვაინტერესებს იმ აზრით რომ ფოტო არის ქვეყნის ისტორია და ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა რაღაც თვალსაზრისით ქვეყნის ვიზუალური ისტორია შემოვიდეს მე და ანი ვიქნებით ის პირველი მონაწილეები მე პირადად გაძლევთ პირობას რომ 1800 ასე შემდეგ გადაღებულ ფოტოებს მოგაწვდით ჩვენ თვითონაც შეგვიძლია მოვიდეთ დავასკანეროთ და წავიდეთ კი ბატონო დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენ დროებით ახლა რეკლამაზე გავალთ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით გათამაშებით რა თქმა უნდა ნომერზე ხომ დარეკოთ 5584 არ დაგავიწყდეთ ეს ნომერი დარეკეთ და მოიგეთ მობილურ ტელეფონს